შენ აღმოჩნდი ადამიანი, რომელიც შეჩერდი აი ამ მიმართულებაზე და დაინტერესდი უფრო ღრმად. 4 შვილის მშობელი ვარ და ბავშვები ჩემთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანები არიან. დღეს მდგომარეობით მოწმე ბავშვი სავალდებულო წესით ასარგებლოს ადვოკატის დახმარების სერვისით. იმდენად რამდენადაც მშობელს აქვს ღრმა ემოციური კავშირი თავის შვილთან. Გავსი კავშირი ვერ იქნება ქვეყნად ვერავის. 17 წლის ასაკში რო რამე დააშავა, 19 წლის ასაკში ეს ბავშვი რო დავსაჯოთ. სამართლიანი არ იქნება. თუ ბავშვმა ერთხელ რამე დააშავა, არ არის სწორი ალბათ რომ შემდგომში მას შევახსენოთ რომ მან უკვე ერთხელ დააშავა. დისკრიმინაციული მიდგომა არის რეალურად, ხო, ბავშვს არ ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რის შესაძლებლობაც აქვს დასრულ ადამიანს, იგივე სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობით. კიდევ ამბობ, რომ ბავშვი არის ფუნდამენტი. და ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები ბავშვის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ბავშვების ასაკი ერთ-ერთი ფუნდამენტურია ადამიანის განვითარებაში და ამ დროს მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება უკვე შემდგომის დასრულების ასაკში აისახება. მოსამართლემ თითოეული ბრალდებულის თუ კანონთან კონფლიქტში ყოფი პირის მიმართ თანაბარი სასჯელები განსაზღვრა. რაც ჩემი აზრით დისკრიმინაციაა. თუ აფრთხილებდი ოჯახის წევრებს, რომ ცოტა ფრთხილად იყავით მეთქი შვილი რო ყავთ და უხეშად არ უთხრათ, იქ არ წახვიდი, აქ არ წამოხვიდეთ, თორე შეიძლება დაგიჭირონ მე. წეგან თქვენ ახსენეთ სიმკაცრე. სიმკაცრის გამოვლენა ჩემი შეხედულებით ბავშვებთან მიმართებაში არ მგონია რომ იყოს სწორი. ცემა გმართებს გამზელისა, რა ყმა ვნახოთ, ცუდად ზრდილიო და ჩვენ როდესაც საუბრობთ რომ გვინდა ბავშვის რესოციალიზაცია ციხის პირობებში ეს ტექნიკურად შეუძლებელია. მათ ბევრი ვესაუბრე იანუშ კორჩაკის მშობლების ათწნებაზე, როსხოისშვილს მოექეცი ისე როგორც შენ გინდა რომ შენშვილს მოექცნენ. ბავშვისგან იყიდე მოპარული ნივთი. ხო წახალისე ეს ბავშვი და არა ხარ ნაძირალა ამას ვინც აკეთე? უფროსი თაობის ძალიან დიდი წვლილია იმაში, რომ ბავშვი არის ქუჩაში ჯერ აქედან დავიწყოთ. და ასეთ დანაშაულსაც ჩადის კიდე ეს ბავშვი. მინდა რომ თქვენი შრომა დაფასდეს და ის ცვლილებები, რაზედაც მთელი წელი მუშავეთ, რეალიზდეს. მოგესალმებით პატივცემულო მსმენელებო და მაყურებლებო, დავიწყეთ ჩვენი ზაფხულის სეზონი. როგორც დაგპირდით და ისე მოგვეწონა სტუდიის ასეთი წყობა, რომ თან ზაფხულს უხდება ესეთი გარემო და გადავწყვიტეთ, რომ ეს სიმწვანეში დავმსხდარიყავით. მე ალბათ შეიძლება ისევ შევცვალოთ დიზაინი, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ როგორ გარემოში დავჯდებით, თავარია რაზე ვლაპარაკობთ და რამდენად საინტერესოა ეს საუბრები თქვენთვის. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ჩემი კოლეგა ნიკო გიგოლაშვილი, რომელიც არის ადვოკატთა ასოციაციაში შექმნილი ერთ-ერთი საინტერესო კომიტეტის თავმჯდომარე და ეს კომიტეტი არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კომიტეტი. ისინი მუშაობენ, ამ კომიტეტის წევრები, რამდენიმე ადვოკატია გაერთიანებული, მათი ინტერესები, ანუ ჩვენ ყველა შემოგთავაზეს, თუ გვინდოდა კომიტეტის წევრობა რომელი მიმართულებით და ნიკოს გუნდი არსებობს ასეთი, ისინი აქტიურად მუშაობენ, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ და არა მხოლოდ ამაზე. ნიკო, რა თქმა უნდა, ახლა რადგან ამ კომიტეტის თავმჯდომარეა, ის არის სპეციალიზებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, მეც გავლილი მაქვს ეს ნიკო, ასევე ბავშვთა უფლებები ჩაბარებული მაქვს, ასე რომ ჩვენ არ გაგვიჭირდება საუბარი ამ თემაზე, მით უფრო რომ ჩვენ ცოტა ხნის წინ დავესწარით ძალიან საინტერესო დისკუსიას, მოდი ესე ვთქვათ, ეს ტრენინგი არ იყო, სადაც მოვიდა პროკურატურის წარმომადგენელი, სადაც იყო ადვოკატი წარმოდგენილი ზაზა ხატიაშვილის სახით და ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო და ქონდა დისკუსია ამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე. და ამ აქედან გამომდინარე ვიფიქრე, რომ შენც იყავი ამ დისკუსიას ესწრებოდი და ვიფიქრე ჩვენ იქ ჩამოყალიბდით, რომ მოდი სტუდიაში გავაგრძელოთ ეს მსჯელობა. იქ მე მქონდა უამრავი კითხვა, მაგრამ შეგნებულად ეს კითხვები აღარ დავსვი და მოდი დღეს გავშალოთ ეს თემა. კი ბატონო. მოგესალმებით და მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და მასპინძლობისთვის.
ძალიან დიდი მადლობა. შენ ხარ საერთო სპეციალიზაციის სადგომ. შენობით ვილაპარაკოთ ხა. კი, რა თქმა უნდა. ისეთი გარემო გვაქვს ჩვენ აქ, რომ არა გვაქვს ესეთი ოფიციალური კოლეგები ვართ, ერთმანეთს ვიცნობთ და აქედან გამომდინარე ბუნებრივი გვინდა ვიყოთ და ხელოვნური არ ვიქნებით. აი შენ საერთო სპეციალიზაციით ხარ, ანუ ეს ნიშნავს სისხლის სამართლის მიმართულებით, სამოქალაქო ადმინისტრაციული დავების მიმართულებით მუშაობ, მაგრამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ისევე როგორც მეც ჩავაბარე, სხვებმაც ჩააბარეს, მაგრამ შენ აღმოჩნდი ადამიანი, რომელიც გაჩერდი აი ამ შეჩერდი აი ამ მიმართულებაზე და დაინტერესდი უფრო ღრმად. დიახ. ხო არ მეშლება? დიახ, მართალია. აი რატო მოხდა ეს რა საჭიროება იგრძენი შენ აკლია ამ ადვოკატები ცოტა არიან ამ მიმართულებით მუშაობენ თუ შენთვის საინტერესო სფერო აღმოჩნდა რატო ეს მიმართულება პირველ რიგში მოგახსენებთ იმის შესახებ რომ 4 შვილის მშობელი ვარ და ბავშვები ჩემთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანები არიან. გარდა ამისა, წლების მანძილზე ვიმუშავე განათლების სამინისტროში ტრენერად, რადგანაც სკოლის მასწავლებლებს მე ვასწავლედი ბავშვის უფლებებს. აქვე მათ უხსნიდი ბავშვთან სწორი დიალოგის მნიშვნელობას. კომუნიკაციის. დიახ. გარდა ამისა, ეს რომელი წლებია? 2020-2023. დიახ. გარდა ამისა, პრაქტიკული შეხება მქონდა ჩემი მეგობრის ბავშვის საქმეზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან. და ამ დროს დავინახე გულსხმელად რომ თქვა ბევრი სირთულე. და სწორედ აქედან გამომდინარე შემდგომ უკვე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის რომ ერთ შემთხვევაში ცოდნა გამეღმავებინა ამ მიმართულებით რაც მქონდა მეორე შემთხვევაში ჩართულიყავ შეძლებს დაგვარად ბევრ საქმეებში. უკვე პრაქტიკა. ამ ხრივ სტატიების მაგაკეთებული და ვცდილობ მაქსიმალურად ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. აი ეს არის ჩემი ინტერესი მეტი სხვა. აქ მე ვფიქრობ, როცა ჩვენ მონაწილეობთ სამართალ-წარმოების პროცესში, როგორც ადვოკატები ერთი მხარე, ასევე პროკურატურა არის მონაწილე. ანუ ჩვენ ყველანი ერთად ვართ, ვინც შევდივართ პროცესზე, ყველანი მონაწილეობთ სამართალ-წარმოების პროცესში. ხანდახან ვფიქრობ, რომ თავად ის ბრალდებულიც, ის კანონთან კონფლიქტში მყოფი ადამიანიც მონაწილეობს ამ პროცესში, იმიტომ რომ ისიც ხო რაღაც გაკვეთილებით გადის ამ დარბაზიდან. რაღაცას ხო იგებს ისიც არა. აქედან გამომდინარე, მოდი მცირედი წვლილი, ყველასი არის მცირედი წვლილი და ამ მცირედებით პატარა წვლილით გროვდება და კეთდება დიდი საქმეები. მოდი პირველ რიგში მომიყევი, რაზე მუშაობს თქვენი კომიტეტი, რა საკითხია, რომელთაც თქვენ დაინტერესდით. დღეის მდგომარეობით ჩვენ ვიკვლევთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში არსებულ ხარბაზებს. ბევრი ასეთი? ცოტაც არ არის. ყოველი შემთხვევისთვის არის. სამწუხაროდ არის. აი მაგალითისთვის, რომ ვთქვათ, დღეის მდგომარეობით მოწმე ბავშვი სავალდებულო წესით არ სარგებლობს ადვოკატის დახმარების სერვისით. ამ დროს ბავშვი საგამოძიებო უწყებაში მიდის მშობელთან ერთად, რომელსაც არ აქვს იურიდიული განათლება. არ აქვს. სამწუხარო რეალობა ასევე ის არის, რომ გამოკითხვის დასრულების შემდგომ ქვეყნად არ ამიკითხულობს გამოკითხვის ოქმს და რეალურად გამოძიება იღებს მისთვის სასურველ ინფორმაციას და შესაძლებელია ანუ გამოკითხეს, დაბეჭდეს ეს და აკითხულობენ სამწუხაროდ. ანუ პრაქტიკა ესეთი თუ უკრძალავენ. არავინ არ უკრძალავს. კი ბატონო. არიციან უბრალოდ რომ უნდა შეიძლება წაიკითხოს ვერც გაიგოს. მერწმუნეთ ძალიან. ანუ ადვოკატის მონაწილეობა არის საჭირო. ძალიან ბევრი გამომძიებელი პირიქით ეუბნება მშობელს წაიკითხე სანამ ხელს მოაწერა. მე პირადად ჩემი თვალებით რაც მინახავს, ვამბობ ამას. მაგრამ წაკითხვა ერთია და აღქმა მეორეა. და მეორეს მხრივ რომ წაიკითხონ, შეიძლება ვერ ჩაწვდნენ სიღრმეებში, იმიტომ რომ ამ ხალხს არ აქვს იურიდიული განათლება. ამდაგვარად მიღებული ინფორმაციის შედეგად ზოგ შემთხვევაში შეიძლება ბავშვი აღმოჩნდეს ბრალდებული სამპლუაში. და კანონთან კონფლიქტში მყოფის. დიახ. შესაბამისად პრობლემაა უკვე. მაგალითად, გარდა ამისა, ჩემი შეხედულებით საკმაოდ პრობლემური არის საქმეში მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობა. რატო? იმდენად რამდენადაც მშობელს აქვს ღრმა ემოციური კავშირი თავის შვილთან. გავსი კავშირი ვერ იქნება ქვეყნად ვერავის. მაგალითად, დააკავეს ბავშვი. 1 საათის მანძილზე ვერ მოიძია ვერავინ მშობელი.
ხდება მეურვეობის და მსმენელობის ორგანოს ჩართვა, რაც ჩემი აზრით არასწორია. საერთაშორისო ხელშეკრულებები გვეუბნება, რომ ასეთ შემთხვევაში თუ მშობელს ვერ მოვიძიებთ, მშობელის ჩართულობა და მისი ინფორმირება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მალე. აქ არ გვაქვს ჩვენ მითითება მეურვეობის და მსმენელობის ორგანოს. ცალკე სასაუბრო თემა არის, რომ ამ ორგანოს თანამშრომლის მიმართ ბავშვს არ აქვს ნდობა. უცხოა ეს მისთვის. ისთვის უცხოა, წარმოუდგენა არ აქვს ეს ადამიანი ვინ არის. გასაგებიც არის, რომ არ ენდობა. და ასე შემდეგ. ხარვეზები სამწუხაროდ არის. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგად ყველა ხარვეზი გამოვლინდება და ჩვენც მიმოწვდით შესაბამის ინფორმაციას და წინადადებებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ბატონ ირაკლი ყანდაშვილს. შემდეგ იქ სხვა კომიტეტი მუშაობს, რომელიც დაამუშავებს ამას როგორც საკანონმდებლო წინადადებას და მიმართავთ პარლამენტს კანონით დადგენილი წესით. ძალიან საინტერესოა. ესე იგი თქვენ გინდათ რომ კანონში პირდაპირ ჩაიწეროს ცალსახად და იმპერატიულად რომ ბავშვის არასრულწლოვანის გამოკითხვის დროს გარდა იმისა რომ მას ყავდეს მშობელი და წარმომადგენელი და მარტო არ იყოს ეს ბავშვი გამოკითხვის დროს იქ ესწრებოდეს მისი უფლებების დამცველი სპეციალისტი იურისტი სავალდებულო წესით. ჩემი აზრით აუცილებელია. კი ბატონო, და დამუშავებული გაქვთ ეს საკითხი? კი. უკვე დამუშავეთ. მე დამუშავებული მაქვს, კომიტეტთანაც განხილული მაქვს ეს საკითხი, მათი მოსაზრებებიც ვიცი, რეალურად ყველა ერთ აზრზე ვართ. დიახ. კი, შეიძლება ჩვენს კომიტეტში ხოლმე იყოს სხვადასხვა ესეც ჯანსაღი პროცესია, მაგრამ ჩვენ კრიტიკულ საკითხებზე ყოველთვის ვაღწევთ კონსენსუსს. და ეს ფაქტიც მე ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ძალიან კარგი ადამიანები არიან ჩემთან ერთად ამ კომიტეტში და ეს მაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენ ერთად ბევრ კარგ რამეს გავაკეთებთ. ახალგაზრდები მოტივირებულები, დაინტერესებულები რა კაია. მეც სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი ვარ და ჩვენთანაც ისეთი ხშირი შეკრებები გვაქვს, ისეთი მსჯელობები გვაქვს, რომ ძალიან ბევრი სამუშაო ექნება პარლამენტს თუ კი ყველაფერმა ამან ჩვენმა ინიციატივებმა იქით გადაინაცვლა. კიდე რა საკითხი არის? მაგალითად ერთი ხარვეზი ახლა რაც მომაგონდა უცებ მაგალითად ჩვენ კანონმდებლობაში არის თქვათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების შესაძლებლობა გნებავთ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მაგალითად. დიახ. მაგრამ აი შემთხვევა რო ავიღოთ პირობითად ბავშვმა 17 წლის ასაკში ჩაიდინა დანაშაული. შემდგომი 2 წლის მანძილზე ამ ბავშვს არაფერი ქვეყნად არ დაუშავებია. და ასეთ შემთხვევაში 17 წლის ასაკში რო რამე დააშავა, 19 წლის ასაკში ეს ბავშვი რო დავსაჯოთ. სამართლიანი არ იქნება. ანუ უნდა იყოს ჩემი აზრით შესაძლებლობა, რომ ვითარების შეცვლის გამო ბავშვი გავანთავისუფლოთ პასუხისმგებლობისგან. ანუ თქვენ ამბობთ ისე დანაშაულზე, ნიკა, რომელიც ჩაიდინა, მერე გახდა სრულწლოვანი და ეხლა გაირკვა, რომ ის ჩაიდინა, ასე დანაშაულზე ლაპარაკობთ. თქვა 17 წლის ასაკში მაგალითად მაღაზიიდან მოიპარა პირობითად ალკოჰოლური სასმელი. კი ბატონო. რაც ჩვენს ნამდვილაში სამწუხაროდ ხშირია. კი. შემდგომ საგამოძიებო უწყებაში მისვლის შემდგომ გამომძიებელიც ელაპარაკა ბავშვს, რაც რეალურად ხდება ხოლმე. მშობელიც ელაპარაკა გამომძიებელმა, მშობელმა, ადვოკატმა ბავშვს დაანახა, რომ ეს იყო ცუდის აქციელი. თვითონაც ბავშვმა კარგად შეიმეცნა, რომ ეს იყო მისი სერიოზული ხარვეზი, გადაწყვეტა, რომ მას მერე აღარაფერი ქვეყნად არ დაეშაობინა და აღარაფერი დაუშავებია. და ვინღა დაიჭერს თუ არაფერი დაუშავებია. და რეალურად სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია. რომ შეწყდეს ეს დევნა. და მინდა რომ ეს დევნა შეწყდეს ვითარების შეცვლის გამო. კი ბატონო. სხვა შემთხვევაა თქვა და ამ მედიჩი მონანიების გამო. 17 წლის ასაკში რო ჩაიდინა, მერე 18-ში თუ ჩაიდინა, ეს სხვა შემთხვევაა, მაგრამ თუ ერთხელ დააშავა და მეტჯერ აღარ დააშავა, ხო, ვითარება შეიცვალა. კი, მაგრამ საპროცესო შეთანხმების პრაქტიკა ხო მუშაობს? კი, მუშაობს, მაგრამ საპროცესო შეთანხმება ჩემი შეხედულებით არასახარბიელოა, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვს ნასამართლეობა აქვს. ამ დროს რო გამოვიყენოთ განრიდება უკეთესია. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამ ნასამართლეობის მოხსნას უფრო სწრაფად ითვალისწინებს, ვიდრე თუმცა ამ ბავშვმა ხვალე რომ იმიტომაც პოლიციის რიგებში მუშაობა, ეს ყველა მიზეზ გარეშე გამოვლინდება. თქვენი ინიციატივაა, რომ არასრულწლოვანების პერიოდში ჩადენილი დანაშაულისგან აბსოლუტურად მოდი ესე ვთქვათ, გასუფთავდეს სრულწლოვანი ადამიანი და მას აღარ გაუხსენოთ ის, რაც ჩაიდინა
არასრულწლოვანების დროს და სუფთა ფურცლიდან დაიწყო ცხოვრება. ეს გინდათ? დიახ, ამას გარდა ვთქვათ, აი ხარვეზია მაგალითად გულშინდელ შეხვედრაზე იყო განრიდების ეპიზოდთან დაკავშირებით საუბარი, სადაც არის მითითება, რომ თუ ადამიანი არ არის ნასამართლები. მაგალითად კანონში წერია, რომ შესაძლებელია გამოვიყენოთ მაგალითად დანიშნული საშერი შეუცვალოთ პირობითად, ან თქვათ მინიმუმ ზღვარს ქვემოთ ჩამოვიდეთ საშერის განსაზღვროთ, მაგრამ აქაც ანალოგიური მითითებაა. აქ მინიმუმ ზღვარს ქვემოთ ალბათ განსაკუთრებით ძიმენ დანაშაულზე არც ნაკლებად. ისევე როგორც ჩემი აზრი ესეთი არის, რომ თუ ბავშვმა ერთხელ რამე დააშავა, არ არის სწორი ალბათ რომ შემდგომში მას შევახსენოთ რომ მან უკვე ერთხელ დააშავა. იმან ისედაც კარგად იცის. პირიქით, მთელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება აგებულია ბავშვის რესოციალიზაციაზე და რეაბილიტაციაზე და ჩვენ პირიქით თითოეულმა ჩვენთანმა ჩემი აზრით უნდა დახმარება გაუწიოთ ბავშვს, რომ ის ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, მიუხედავად წარსულში არსებული ნაკლოვანებებისა. ეს არის ჩვენ თითოეული ადამიანის მიზანი, რომ ბავშვი იყოს წარმატებული და მას ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა, განათლება და შემდგარი ადამიანი იყოს. ჩემი აზრით ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი გუშინ დისკუსია გამოიწვია ზუსტად აი ამ მიმართულებამ. დიახ. თუ როცა ჩვენ თავიდან ვიტყვი. აი ჩვენ რო ვესწრებოდით დისკუსიას, სწორედ ეს გამოიწვია აი ამ კითხვამ, ამ პოზიციამ უბრალოდ კითხვები დაბადა, რომ თქვათი განიდებაში ბავშვი შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან პირველად ჩაიდინა დანაშაულის. შემდგომ შემთხვევებში ბატონი ზაზა ხატიაშვილი მიუთითებდა, რომ შემდგომ უკვე მეორედ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ის უკვე განრიდებას მას ვეღარ გაუკეთებენ. იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივი კოდექსით დასული ადამიანისთვის ეს მრავალჯერადად არის შესაძლებელი და ანუ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ დისკრიმინაციული მიდგომა არის რეალურად, ხო, ბავშვს არ ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რის შესაძლებლობაც აქვს დასრულ ადამიანს, იგივე სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობით და კითხვა დაისვა, რომ აი ბავშვისთვის წამახალისებელი ხო არ იქნება, მეთქი მე ვიკითხე თუ გახსოვთ. კი მახსოვს. ხო და ეხლა იცით რა არის, აქ მე შევესწრები, რომ თქვენი ოპონენტიც ვიყო, იმიტომ რომ ესე გუგულ და მამალი ხო არა ვართ ერთმანეთი ვაქოთ. ოპონირებაში საინტერესო აზრები მე მოდის. აი მე ვიკითხე ესეთი რამ. ბავშვი რომელმაც იცის რომ განრიდება მოხდება მის მიმართ ერთხელ, კიდევ მეორედ, კიდევ მესამედ, ანუ ეპატიება, განრიდება ხო იმას ნიშნავს, რომ კი დააშავე, მაგრამ ნასამართლობა არ გექნება და გიშვებ. აი ეს ამ ბავშვისთვის, ბავშვის ბუნებიდან ეხა თქვენ მე მაგას ვერ გასწავლით, ნიკო, რა არის ეს, იმიტომ რომ როდესაც ჩავაბარეთ ეს და ვისწავლეთ ეს ამ მიმართულებით სერტიფიკატები ავიღეთ, ჩვენ ფსიქოლოგებმა ძალიან ბევრი ლექცია წაგვეკითხეს ამასთან. ბავშვებს უყვართ, მათი ცხოვრების შემადგენელი ტყუილი არის, ისა შემადგენელი ნაწილი არის ტყუილი და მოусწონთ ეს ფანტაზიას გაშლიან, ხო და ცოტა манипуляტორებიც არიან და ამით მე უფრო ბოროტად ხარ წავახალისებთ, რომ არა უშავს შვილო, შენ ეხა თუ დააშავე რაღაცა, აგერ განრიდებაში მოხვები, მერე კიდე განრიდება გექნება, მერე კიდე განრიდება და ეს რაღაცა ჩვევაში არ ჩამოუყალიბდეს. ამ საფრთხეს არ წარმოადგენს ეს პრევენცია ხო არის ცოტა სასჯელი რისთვის არის პრევენციული ხასიათიც ხო უნდა კონდეს. აი ეხლა მითხარი შე როგორ ფიქრობ? ჩემი აზრი ესეთი არის, რომ მაგალითისთვის ნებისმიერი ჩვენთაგანის ბავშვმა დააშავა რამე. მაგალითად. კი ბატონო. თქვენმა დაგვიფაროს ყველა. ბავშვი ხდება საგამოძიებო უწყებაში. მე რაც მინახავს საგამოძიებო უწყებაში გამომძიებელი მეგობრულად ესაუბრება ბავშვს და არიგებს, რომ ის რაც მან დააშავა არის ძალიან ცუდი. ამას ვაკეთებ მეც როგორც ადვოკატი. ამას აკეთებს მშობელი. ჩვენ რეალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვი ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. კი, გარკვეული რისკები შეიძლება არსებობდეს. იგივე თქვა დიდებზეც შეიძლება ვთქვათ დასრულებზე, რომ მაგალითად
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სისხლის სამართლებრივი დევნა მაგალითად შეწყდა განრიდებით, შემდგომ კიდე ამ ადამიანმა რამე სხვა სუბუქი დააშავა, ისიც შეწყდა განრიდებით. და იგივე შეიძლება ვთქვათ, დასრულებზეც ვილაპარაკოთ ხო ჩვენ, მაგრამ დასრულებზე არავინ არ ლაპარაკობს. კიდევ ამბობ, რომ ბავშვი არის ფუნდამენტი. და ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები ბავშვის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. სულ ელემენტალური მაგალითი რომ ავიღოთ, აი მაგალითად ბავშვმა დააშავა პირობითად მაღაზიიდან მოიპარა კანფეტი როგორც კანფეტი, ტკბილეული მაგალითად. ბავშვს ეძახით საგამოძიებო უწყებაში. ეს უკვე ბავშვისთვის სერიოზული სტრესია. ალბათ უმჯობესი იქნებოდა სხვა რომელიმე ლოკაციაზე მომხდარიყო ბავშვთან გასაუბრება, თუნდაც მასთან სახლში. კომფორტული იქნებოდა ძალიან მისთვის. ანუ გამომძებელი მივიდეს მასთან სახლში. სასამართლოში ბავშვი რომ იყვავს ჩვენ, სერიოზული სტრესია. მე ბევრი ბავშვი მინახავს, რომელიც სასამართლო სხდომას რომ ელოდებოდა, გახდა შეუძლოდ. იმიტომ რომ სტრესია ბავშვისთვის. ეხლა ჩვენ სინამდვილეში თქვათ, რომ იყოს პირობითად სასამართლო დარბაზები იმდაგვარად მოხატული, რომ არ იგრძნობოდეს, რომ ბავშვი სასამართლოა, ვითარება, მაგრამ ჩვენ სინამდვილეში ხომ არ გვაქვს. კი, უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს. იმედია გვექნება ხვალ. მაგრამ კიდევ და კიდევ ამბობ, რომ ბავშვისთვის ეს ყველაფერი სტრესია. და ეს ხვალ თუ ზეგ გარკვეულწილად პრობლემას შექმნის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბავშვების ასაკი ერთ-ერთი ფუნდამენტურია ადამიანის განვითარებაში და ამ დროს მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება უკვე შემდგომ დასრულების ასაკში აისახება. აი კარგად მაყურებელმაც რო იცოდეს, არასრულწლოვანი ანუ ვისაც პასუხი მოეთხოვება უკვე მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, ეს ასაკი არის 14 წლიდან, ხო? 14 წლის ასაკიდან. 14-დან და 18 წლამდე ეს არის არასრულწლოვანი. მაგრამ ჩვენი კანონმდებლობა 18-დან 21 წლამდე ახალგაზრდების ქცევასაც კიდევ ცალკე გამოყოფს განრიდების მხრივ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება ამ ასაკობრივ კატეგორიაში მყოფი ადამიანებისთვის, რაც ძალიან კარგია ჩემი აზრით. ეხლა ჩვენ რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე, რაც დადებითია არ იქნება სამართლიანი ის რო არ დავინახოთ, მაგალითად ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენ სინამდვილეში, რომ გვაქვს ქართული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ძალიან კარგი არის ეს და ჩემი შეხედულებით მიღწევა. კი, გასაგებია. ეს 2010 წელს მივიღეთ როგორც 2016-დან შევიდა ძალაში. არა, მიღებული იყო და გვიან შევიდა ძალაში, ხო? და კი, შეიძლება იყოს გარკვეული ხარვეზები, ესეც ჯანსაღი პროცესია. და ჩვენ ადამიანებმა უნდა ჯერ პირველ რიგში იდენტიფიცირება გავაკეთოთ ხარვეზების და შემდგომ ამ ხარვეზებს ხო პრაქტიკა გამოავლენს ხოლმე და პრაქტიკის ბუნებრივი მოვლენა არის. კიდე რა გაქვთ აი მოვლენა? აი მაგალითად პრაქტიკულ დონეზე რაც მე ხარვეზად შეიძლება მივიჩნიო, არის მაგალითად შემდეგი. მაგალითად ერთ-ერთ საქმეზე იყო ბრალდებული სრულწლოვანი ადამიანები, 3 ადამიანი იყო თუ სწორედ მახსოვს და იყვნენ კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები. ანუ მოსახლეობას რო განვმარტოთ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც საქართველოში 2015 წელს ამოქმედდა, იმდენად თხილად ექცევა არასრულწლოვანს, რომ მას ბრალდებულს არ უწოდებს. ასეთი ბავშვი არის კანონთან კონფლიქტში მყოფი. ვუფრთხილდებით მის რეპუტაციასაც ამ კანონით, რაც არის კარგი. დიახ, და აი მაგალითად რაც მე დავინახე იმ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოში, მოსამართლემ თითოეული ბრალდებულის თუ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის მიმართ თანაბარი სასჯელები განსაზღვრა. რაც ჩემი აზრით დისკრიმინაცია. იმიტომ რომ არასწორი საქციელი არის თანაბარ პირობებში ჩავაყენოთ არსებითად არათანაბარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. აქ ყველაზე სამწუხარო რეალობა ის არის, რომ თანაბარი სასჯელები იქნა განსაზღვრული ჯამთელი და შეზღუდული შერაცხადობის მქონე არასრულწლოვანი პირის მიმართ, რაც წარმოუდგენელი შემთხვევაა. დასკვნა არსებობდა? რა თქმა უნდა. და რატო მოხდა ეს? არ ვიცი, ეხლა ეს საქმე აპელაციაში განიხილება და დაგეგმილი გვაქვს მე და ჩემს მეგობარს, რომ საქმეში ჩავთვლოთ სახალხო დამცველი. იმიტომ რომ ეს
ცალსახად დისკრიმინაცია, რაც აკრძალულია როგორც კონვენციით ბავშვის უფლებების შესახებ, ისე ჩვენი ქართული კანონმდებლობით. და ასეთ მოცემულობაში ჩემი აზრით, როცა ყავს მაგალითად სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირები, ყველაზე სულ შემთხვევაში თუნდაც ერთვიანი განსხვავება სასჯელებში უნდა არსებობდეს. ჩემი კოდექსის ხო ითვალისწინებს კაცო, ერთი და იგივე დანაშაულისთვის თქვათ, დასრულს რომ მიესჯებოდა, ნუ ხა 10 წელზე მეტი რო არ შეიძლება არასრულწლოვანს მიუსაჯოთ, ხო მართალია. ამ განსხვავებას კოდექსი ხო იძლევა და მოსამართლეს რა უშლიდა ხელს, რომ ეს პატარა განსხვავება დაედო განაჩენის სახით. ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, თან ყველაზე აბა თქვენი სამწუხარო ის საჩივრის იყო, ერთ-ერთი საფუძველი ესეც არის, ხო? ჩემ აქ ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ მუხლი ითვალისწინებდა სასჯელს 5-დან 10 წლამდე და მოსამართლემ ყველას 10 წელი მიუსაჯა. მაქსიმუმები. დიახ, კი, გასაგებია რალი რა ბავშვებს არის? 73 მუხლით შეუმცირდა 1/13 და 1/4 სასჯელი, მაგრამ ჩემი შეხედულებით მიუღებელია და არასწორი არის, იმიტომ რომ წეღანაც ვსაუბრობდი, ჩვენი ვალდებულება ვიზრუნოთ ბავშვის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის და ბავშვს ჩვენ რომ თუნდაც 3 წელს გავატარებინებთ სასჯელ ახსულებით დაწესებულებაში, ამით ხო ჩვენ ამ ბავშვს მომავალს უსპობთ. ჩვენ პირიქით უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბავშვს დავეხმაროთ სრულფასოვანი განვითარების საქმეში. მას ხელი შეუწყოთ განათლების მიღებაში, მივცეთ მას კარგი რჩევები, გარკვეულწილად დახმარებაც გაუწიოთ მას და ასეთ პირობებში ახლა თუ ბავშვს გაუშვებთ დიდი ხნის მანძილზე ციხეში, ეს ბავშვი ციხიდან კრიმინალი გამოვა. რომელსაც მომავალი აღარ ექნება. მოდი ეს საკითხი აქვე მე მქონდა კითხვის სახით და მოდი აქვე თემატურად მივაბად. ნიკო, ნახე, აი ეს სასჯელ ახსულების დაწესებულება და რა თქმა უნდა არასრულწლოვანი ბავშვები დასრულებულ ადამიანებთან ერთად სასჯელს არ იხდიან. ჩვენთვის ცნობილია პრაქტიკა, რომ აი მაგალითად ქალთა ასეთი დაწესებულებები, რა ვიცი, სანატორიუმივით გამოიყურება, ღმერთმა დაიფაროს, იქ ვინმე არავინ ყოფილა ჩემი ახლობელი ესე დეტალურად გამოვკითხო და სხვა შორის არც ქალბატონი არ მყოლია პატიმარი, რომ მე იქ შევსულიყავი და მენახა როგორ ცხოვრობენ, მაგრამ რა ვიცი, სპექტაკლებს გამენ და ქსოვენ, კარგავენ, ხატავენ, როგორც გვეუბნებიან, არ არის ცუდი პირობები. რადგან მუშაობ ამ მიმართულებით და ყავს კანონთან კონფლიქტში მყოფი ადამიანები, ვის უფლებებსაც იცავ, ალბათ მოგიწევდა იქ დაწესებულებაში შესვლა. როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს? არის იქ იმის საშუალება, რომ ადამიანმა გააცნობიეროს, ვთქვათ, რაღაცა ისწავლოს თუნდაც მე როგორც გავიგე, დაუშვათ გამოცდებზეც შეიძლება გაიყვანონეს. თუ არის ის ძველებური ციხე, სადაც ბავშვები იდეალიზებას ახდენენ ქურდული სამყაროსი, აი რა გარემოა, ეკლესია აქვთ, მოძღვრები არსებობენ, რა გარემოა დაწესებულებაში, სადაც ბავშვები ხდიან სასჯელს? დანის მერვე დაწესებულებაში არის რამოდენიმე მამაო. მაქვს მათთან კომუნიკაცია, როდესაც ამა თუ იმ პატიმარს სჭირდება მამაოსთან ეს დანის მერვეში, ვიდრე მიუსჯიან მათთვის ცალკე არის არასრულწლოვნებისთვის განყოფილება, სადაც ისინი უფროსებთან ერთად არსხედან. ეს განმარტოთ. კი ბატონო. თუმცა არის შემთხვევები, როცა მიუსჯიან, მაგრამ ისევ იქ არიან. მაგრამ ის უფროსებისგან იზოლირებულები არიან. ეს რატო ვინ წვეთს ამას? შეიძლება ადგილი არ იყოს არასრულწლოვანთა კოლონიაში და ამიტომ. მაგალითად. მათი სურვილის მიხედვით? აი მე აქ მინდა და სურვილი არ არის. სურვილი არ არის. მაგალითისთვის ზოგიერთი ბავშვის სურვილია, თქვათ, რუსთავის იზოლატორში მოხვდეს, იმიტომ რომ როგორც ამბობენ, იქ სწავლისთვის უკეთესი პირობებია. იზოლატორში როგორ მოხდება? ზონაზე, ბოდიში. ზონაზე. დიახ. ხო. თქვათ, ზოგისთვის უკეთესია, თქვათ, ქსანში მოხდეს. მაგრამ ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში არ გადაყავთ ბავშვები. აი მაგალითად ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ბავშვები. ესენი განსაკუთრებული რისკის პატიმრები არიან? ჩემი აზრით არა. ჩემი შეხედულება ამ კონკრეტული დანაშაულის მხრივ არის ასეთი, რომ როგორც ცნობილია გარდატეხის ასაკში მშობლის გავლენას ანაცვლებს მეგობარის გავლენა. როგორც ჩანს, მშობლებს არ ქონდათ წარმოდგენა მათი შვილების სამეგობრო წრის შესახებ და შეიძლება იყო რაღაც გარკვეული შეცდხაროზები,
რაზედაც მე დღეს ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ არ მაქვს ინფორმაცია. ხაროზები, რომელსაც ძალიან მძიმე შედეგები მოყამოდი ვაღიაროთ. საბოლოო ჯამში ბავშვებმა ანუ ერთ ბავშვები ერთმანეთს აყდნენ, მაგალითად, ერთმანეთს სულ რამეში მიბაძეს, მაგალითად, შებაზერ დასრულსაც დაუჯერეს, მაგალითად და საბოლოო ჯამში მივიდნენ ბავშვები აქამდე. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ახლა ვაღიაროთ, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და აქ ჩვენ ამის გარჩევაში ვერ შევალთ, ისედაც საკმაოდ დიდი ხმაური იყო. ხო და ახლა ისევ შენი ოპონენტი ვიქნები, ახლა მოდი რა ბავშვი და ისეც თუ დააშავებს რომ ქვეყანას დააქცევს, ხორავას ქუჩაზეც ბავშვებმა იჩხუბეს და მოკლეს ბავშვი. ხომ არიან მე სასჯელო ასწორებდა დასაბულებაში ბავშვები. ესე მარტო ბავშვო და თავზე ხელი უსვათ, მოდი რა ესე არ გამოგვადგება. მე ესე ვფიქრობ. სხვათა შორის ერთხელ მე მქონდა ოღონდ სხვა მიმართულებით და თქვი ესე პატარა მოკლე ვიდეო გავიდა, სადაც ვაფრთხილებდი ოჯახის წევრებს, რომ ცოტა ფრთხილად იყავით მეთქი შვილი რო ყავთ და უხეშად არ უთხრათ იქ არ წახვიდი, აქ არ წამოხვიდეთ, თორე შეიძლება დაგიჭირონ მეთქი და ისე დამესხა თავს მთელი სოციალური მედია, რომ შენ ქალო აბა რას ლაპარაკობო ვერ გავიგე, ბავშვი აბა როგორ აღზარდოთ, მე თუ ჭკუ არ დავარიგე და კაცრად არ მოვეკეციო და ეხა ჩვენმა ლაპარაკმა იკო იცი როგორ კარგად მესმე შენი შეიძლება ეხა ისეთი გაღიზიანება გამოიწვიოს რომ ბავშვია და ბავშვია ეხა ადვოკატები ვართ და ვერ დავდგებით პროკურორების ადგილას და თითებს ვერ დაუქნეთ კი ბატონო ჩვენი უფლება არის ჩვენი უფლება და ვალდებულება დაცვა არის მაგრამ იმ დაცვაში მე დარწმუნებული ვარ რომ გაქვს შენს დასაცავ პირებთან ის საუბრები რომ არ არის ეხა შენს აქციელი სწორი გისმენენ კი მაგ მიმართულებით ვიტყვი მაგალითად აი პრაქტიკაში რაც მქონია მაგალითად ერთ-ერთი კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი რომელსაც დაკავებამდე ვიცნობდი უსწრაფად როცა დააკავეს აი შინაგანად გრძნობდი რომ არ მინდობოდა და ჩემი დანახვა არ უნდოდა მაგრამ მოვახერხეთ ერთობლივად ის რომ რასაც მე მას ვესაუბრებოდი რომ ეს მანკიერება იყო, ეს ხარვეზები იყო და რომ ეს მისი მომავლისთვის იყო ძალიან ცუდი, დღეს მდგომარეობით ამ ბავშვმა კარგად გაიგო. და როგორც ის თავად ამბობს, მე მისი საუკეთესო მეგობარი ვარ. ანუ შეცვა, გამოიღო ნაყოფით საუბარი. რა არის? მე მაქვს ესეთი პოლიტიკა ბავშვებთან მიმართებაში. როგორც ჩემს შვილებთან, ისევე სხვა ბავშვებთან. ვიყენებ დიალოგის მეთოდს. რაც ჩემი აზრით ყოველთვის კარგ შედეგამდე მისვლის საშუალებას იძლევა. წეგან თქვენ ახსენეთ სიმკაცრე. სიმკაცრის გამოვლენა ჩემი შეხედულებით ბავშვებთან მიმართებაში არ მგონია რომ იყოს სწორი. უფრო ეფექტური დიალოგია. ბავშვს უნდა ჰქონდეს იმისი განცდა, რომ ჩვენ მისთვის სანდო ადამიანები ვართ. რომ მაგალითად მან რო პირობითად რაიმე დააშავა და თვითონ რომ მოვიდა ჩვენთან და გვეუბნება რომ მე ეს დავაშავე, უნდა ქონდეს იმისი განცდა რომ ამის გამო არ დაიშება. დიალოგის რეჟიმი აღიარება და მონანიება მშვენიერი ძალიან კარგი მეთოდოლოგია ბავშვებთან ურთიერთობაში და ჩემი შეხედულებით რაც უფრო მეტჯერ გამოვიყენებთ დიალოგს, უფრო უკეთეს შედეგებზე ამ ბავშვებს აკლიათ მოსაუბრე ადამიანი, აი დავით გურამიშვილი ამბობს, ხო, ცემა გმართებს გამზელისა, რა ყმავ ნახო, ცუდად ზრდილიო და ესე იგი მშობლების ბრალია, ხო? შვილებთან კომუნიკაცია უჭირთ მშობლებს, დრო არ აქვთ. ზოგი ემიგრაციაშია საერთოდ წასული და ეს ბავშვები ბებიებთან და პაპებთან არიან დარჩენილები. ეს კიდე კარგი შემთხვევა ბებია და პაპასთან. ქუჩაშიც არიან ბავშვები. რა არის იცით, ემიგრაციაში სამწუხაროდ ბევრი ადამიანია დღეს მდგომარეობით წასული. მაგრამ ემიგრაციაში, ვთქვათ, ორივე მშობელი ხომ არ მიდის. მიდის ერთი მშობელი. მაგალითად ამ შემთხვევაში მეორე მშობელი რომელიც აქ რჩება იმან უნდა იტვირთოს წასული მშობლის უფლება მოვალეობები მაგალითისთვის წეგან თქვენ ახსენეთ დიალოგი არ აქვს მშობელს არ ვიცი მე ვერ გეტყვით პრობლემატიკა სხვის ოჯახებში რა გვაქვს იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი საქმე და მე მასეთ საკითხებში საერთოდ არ ვერევი მე ვხედავ იმას რომ პრობლემა არის ჩვენს ნამდვილაში ის რომ
ძალიან სამწუხაროდ არიან არასრულწლოვანი კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები და მე საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, რომ ჩემზე რაც არის დამოკიდებული, ვცდილობ თითოეულ ასეთ ბავშვს დავეხმარო და ვაპოვნინო ცხოვრების სწორი გზა. მე კიდევ ვიმეორებ, სხვისი ოჯახის საქმეები, ჩემი საქმე არ არის. შეიძლება იყოს ბევრი დადებითიც და ბევრი უარყოფითიც და მე ვერ ვისაუბრებ და ვერ გავაკრიტიკებ ვერავის. რესოციალიზაციის რა საშუალებები არსებობს? აი მოიხადა, მიუსაჯეს, გამოვიდა. შემდეგ ან კიდევ ის არ დაგიმთავრებია ის დამიმთავრე რა, იქ რა ხდება თვითონ იმ ბავშვ დაწესებულებაში, სადაც ბავშვი იხდის სასჯელს. არის რაიმე ისეთი რბილი პირობები, ისეთი აი როგორც თუნდაც ამბობენ, რომ არის ქალთა დაწესებულება. არასრულწლოვანების შემთხვევაში დამოკიდებულება ბევრად უმჯობესია, ვიდრე სრულწლოვანების შემთხვევაში. უფრო განებივრებულები ყავთ არასრულწლოვანები და ცუდად არ ექცევიან. პირიქით ძალიან კარგად ექცევიან, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ სრულწლოვანებს ცუდად სკოლა ექცევიან. აქვთ იქ. აი ხო შეიძლება სკოლის ასაკის ბავშვი იყოს. გიპასუხებთ, რომ სკოლა აქვთ კი, სასკოლო გაკვეთილები ტარდება, უბრალოდ მე შემხვდა პრაქტიკაში ესეთი სირთულე, რომ ჩემი ბავშვი, რომელიც გახდა 18 წლის, სასკოლო გაკვეთილებისაგან ჩამოაშორეს. რატო? იმიტომ 18 წლის გახდა. აა ეს საკითხი უკვე უნდა შემდგომ დარეგულირებული იყოს სოციალური მას ახლა სკოლა ექნებოდა გაცდენილი, თავის თავად ცხადია და ჩამორჩენა ექნებოდა და შენ ამბობ, რომ კარგი იქნებოდა, რომ მიუხედავად ასაკისა დაესრულებინა კურსი და ატესტატი ვერ აიღო სავარაუდოდ. არ ვიცი ამ მიმართულებით როგორ იქნება საქმე. მე საქმის კურსში ჩავაყენე განათლების სამინისტრო და მათგან მივიღე რიგი რეკომენდაციები, რაც უკვე დავიწყე და რა გითხრეს? იმედია რომ შედეგზე გავალ. მათგან გავიგე რომ სოციალური მუშაკით უნდა დავარეგულირო ეს საკითხი. მაგალითად. და რეგულირდებაო? კი, რეგულირდება. ძალიან კარგი. გამოცდებზეც გადიან. გამოცდებზეც გადიან, კი ბატონო. და სწავლის მიმართულებით საშელახსოვრების დაწესებულება ცდილობს მაქსიმალურ დახმარებას. აი მაგდეთ კანონთან კონფლიქტში მყოფმა ბავშვმა მიიღო სასჯელი და იხდის სასჯელს და ჩააბარა. რომელიმე უნივერსიტეტში ინჟინერები არიან ეს ბავშვები. ანუ ამას უნდა დაუკარგავთ და ჩააბარა. ძალიან მაღალი ქულები მიიღო, გრანტი. ჩვეულებრივ ხო გავრცელდება მათზეც ის გრანტი, მეცემა. ყველაფერი გავრცელდება, უბრალოდ სწავლება მე როგორც ვიცი არის დისტანციურად, ასეთ შემთხვევაში. კი, ლექციებზე ვერ დაესწრება. დისტანციურად შეუძლია დაესწროს და გამოცდაზე როგორ მიყავთ? ცალკე შეყავთ თუ ბადრაგირებით მე მგონი ბადრაგირებით არ უნდა გადაიყვანონ. ეს არ ვიცი. ეს იქნება საშინელება. ხა წარმოიდგინეთ დარბაზში შემოყავთ არასრულწლოვანი ორკილებით, ბადრაგი ადგას თავზე და ის წერს რაღაცა გამოცდაზეა. ეს მის თანატოლების თვალში იქნება კატასტროფა და ამიტომ ალბათ მე ვფიქრობ, ალბათ უფრო დისტანციური შეიძლება იყოს. არა, შეიძლება ცალკე სხვა დარბაზში გაიყვანონ. არ ვიცი. სხვა დარბაზში. ეს საინტერესოა და მას მოვიკლებთ. კარგით. და ანუ რესოციალიზაციის საშუალებაც მეტნაკლებად თუ მოინდომეს, რა თქმა უნდა, თავადაც რა სახე მოდი ვაღიაროთ, რომ სახელმწიფომ რაც არ უნდა მოინდომოს რესოციალიზაცია, გინდას დასრულის და გინდა ბავშვის, თვითონ თუ ეს არ უნდა. რა არის ეს ვერ მოხდება. ჩემი დაკვირვებით მნიშვნელოვანი არის ბავშვის ოჯახი და ბავშვის გარემოცვა. მაგალითად სამეგობრო წრე, მაგალითად სასწავლო სივრცე. ბავშვმა ამ ადამიანებისაგან უნდა მიიღოს დადებითი მაგალითები. რეალურად ჩვენ როდესაც საუბრობთ, რომ გვინდა ბავშვის რესოციალიზაცია ციხის პირობებში, ეს ტექნიკურად შეუძლებელია. იმიტომ რომ რესოციალიზაციას ვერ მივაღწევთ ბავშვის სოციალიზაციის გარეშე, რაც ციხეში არ ხდება. რა თქმა უნდა. მასწავლებლების როლი მე რომ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ლოიალურები ბავშვებთან, რათა ჩვენ შევძლოთ ბავშვის მომავლის დაცვა.
მასწავლებლებს რაც შეეხება კითხვა ვერ გავიგე ბოდიში. ხო მითხარი რომ მასწავლებლებსო ტრენინგებს უტარებდიო ბავშვებთან კომუნიკაცია ვასწავლიდიო და აი როგორი ხალხი იყო როგორ ხალხთან გიწევდა მუშაობა იცოდნენ თუ ზოგს აი ბუნებრივად აქვს აი დაიბადა მასწავლებლად და არ ჭირდება იმას ტრენინგები მაგრამ ზოგს ამდენიც გინდა ელაპარაკე მაინც თავისი მიმართ აი დასწავლილი ფრაზებით აი ხო ტრენინგი ჩაუტარე და უთხარი რომ შეხო ხო რაღაც მაგალითები მოყავს ხო და ესე სქემასავით დასწავლილი ფრაზით წავიდა ეს მასწავლებელი და ლაპარაკობს სკოლაში ამას ხო გრძნობს ბავშვი ეს ბუნებრივად თვითნაბადი ნიჭი რო აქვს მასწავლებლის ეს ხო ღვთის საჩუქარია სწავლებადია ეს უნარი ნახეთ მე რაც ტრენინგებიდან დავინახე პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ ტრენინგი მიმდინარეობდა შემდეგნაირად დასაწყისში ვატარებდი პრეტესტს რომ მე ნახა მასწავლებელს რა შესაძლებლობა ჰქონდა ამ მიმართულებით ეს თბილისის მასშტაბით იყო საქართველოს მასშტაბით მართლა შემდგომ ტრენინგის გასვლები ჰქონდათ თუ ისინი ჩამოდი ონლაინ სწავლება ტრენინგის დასრულების შემდეგ ვატარებდი პოსტ-ტესტს აქ ჩვენ უკვე თვალნათლივ ხედავდით განსხვავებას ტრენინგის მიმდინარეობისას მასწავლებელს ერთ შემთხვევაში ვაწვდიდი ინფორმაციას ბავშვის უფლებების შესახებ. გარდა ამისა, მათ გაუზიარე სარჩელის ფორმები ბავშვისთვის შედგენილი რაც არის, ფაქტიურად ეს არც არავინ არ იცოდა რომ არსებობდა. მათ ბევრი ვესაუბრე იანუშ კორჩაკის მშობლების 10 ცნებაზე მაგალითად და ასე შემდეგ. ანუ არსებობს ესეთი? კი, არსებობს ასეთი 10 ცნება მშობლებისთვის სპეციალურად შედგენილი, რომელიც მე ძალიან მომწონს, განსაკუთრებულად პრაქტიკაში და სასამართლოში მე-9 ცნებას ვიყენებ ხოლმე. აბა, რომელია? როსხოის შვილს მოეკეცი ისე, როგორც შენ გინდა რომ შენ შვილს მოექცნენ. ნუ არც თუ ისე შორს არის ძირითადი 10 ცნებიდან ალბათ, ხო? ამას ვიყენებ სასამართლოში ძალიან ხშირად. მე ესმის ვინმეს? ვერ ვიტყვი რომ არ ესმის, ბევრს ესმის, კი. კი? კი, ბევრს ესმის ნამდვილად რა. მოსამართლეებზე მაქვს ლაპარაკი თორე ხო დარბაზში რო ხალხი გისმენს იმაზე. პროკურორსაც კარგად ესმის. აი თქვათ ბევრი პროკურორი ვისთანაც მე მეგობრობ და რომლებიც ჩემი მოწინააღმდეგეები არიან არასრულწლოვანთა მიმართებაში გულწრფელად ამბობ, შინაგანად ლოიალურად არიან განწყობილები რა. სხვათა შორის ახლა ჩვენ იქ რო ვიყავით დისკუსიაზე და ქალბატონი იყო წარმოდგენილი პროკურატურას წარმოადგენდა სტატისტიკა მოიტანა და სტატისტიკაც ცალკე თემა არის კიდე ბავშვთა დანაშაულებების სტატისტიკა, სადაც აი პირველ ადგილზეა ქურდობა, ძარცვა და ასაკობრივადაც არის ძალადობრივი დანაშაულის სხეულის განზრახ-დაზიანება და ასევე ის რა ქვია ავარიები ავტოსაგზაო შემთხვევები ორგანიზებული ჯგუფები ძალიან ბევრი. ეს ცალკე მაქვს საკითხი. მოდი ამაზე ხო და რაზე ვამბობ ის პროკურატურის წარმომადგენელმა არ დატოვა ისეთი შტაბ-შტილება რომ აი ახლა რაღაცა მათრახით დგას და ანუ აქვთ დამოკიდებულება ასეთი რომ მოდი ბავშვებს არ მოვექცეთ უხეშად. თუ მომეჩვენა მართლა ესეა? გამომძიებლები როგორ მუშაობენ? მუშა პროცესში წეღანაც აღნიშნე პროკურორები მე ვისთანაც მაქვს შემხებლობა მეც იგივე განცდა მეუფლება ამ ადამიანებს მაგრამ მაგალითად საპროცესოსთან დაკავშირებით აი ამ 225 მოხზე დღის მდგომარეობით პასუხი არის უარი გამომძიებლებს რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები ეს არის არასრულწლოვანთა მთავარი სამმართველო აი შესანიშნავი კოლექტივია ცალკე სამმართველოა დიახ ცალკე სამმართველოა და შესანიშნავი ადამიანები არიან წეღანაც ბევრი ვისაუბრე იმის თაობაზე რომ ძალიან ხშირად ეს გამომძიებლები ბავშვებს ცდილობენ რომ დაანახონ რომ მათი ჩადენილი საქციელი არის ცუდი პიროვნულად ძალიან კაი ადამიანები არიან და ძალიან კარგად უდგებიან ბავშვებს რაც მე დამინახავს რა ძალიან კაი. და ეს სტატისტიკას ეთანხმები, რაც წარმოადგინა პროკურატურამ. ერთი ჩასწორებით ვეთანხმები. აბა. გუშინ პირველ ადგილზე იყო ქურდობა და ალბათ მეორე ადგილზე ორგანიზებულ ჯგუფს გავიყვანდი.
იმიტომ რომ ბოლო პერიოდში მარტო მაგ მუხლის გამო 50-ზე მეტი ადამიანი ნენდაკავებული ეს ბავშვები. წინა წლების სტატისტიკაა, შეიძლება მომდევნო წელს მოხდეს 2026 წლის და ის ხო 25 წლის სტატისტიკა იყო. 25-ს იყო ეგ სიტუაცია. იყო? ანუ რას გულისხმობ, მოდი ახლა ვთქვათ. აი მაგალითად ბავშვები ადგენენ ორგანიზებულ ჯგუფს. ამას გულისხმობ თუ მუხლი არის 225. უფროსების ორგანიზებული როა, ორივე ტრეფიკინგი. ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. აი წეგან ქურდობაზე რო ვილაპარაკეთ, ეგეც ორგანიზებული ჯგუფია ნაწილობრივ, მაგალითად ესეთ ქურდობის ჯგუფებს ყავთ თავისი ლიდერი. ბავშვი მინდის პირობითად მაღაზიაში იპარავს კარაქს, ალკოჰოლურ სასმელებს, სიგარეტებს, მე ხდება ამათი რეალიზება. ამას ნიმზე დააკავოს ხოთაშურის ესეთი მყიდველები თუ გახსოვთ სხვა შორის ის მყიდველების დასაჭერები არიან. როგორ შეიძლება თუ იციან, ბავშვი ყიდის უნდა ყავას, აი მაგალითად, ბავშვი ყიდის შოკოლადს, ბავშვი ყიდის მაღაზიიდან გამოტანილი, ხო იცი რომ ის არის მოპარული და მოპარული ნივთის ყიდვაც ხო დანაშაულია? ლოგიკურად უნდა მიხვდე პირობითად პროდუქტი როგორც სტანდარტულად 20 ლარი და ვინმე რომ თავაზობს 10 ლარად, ესე იგი უკვე მოპარულია, ლოგიკურია რა. აი მე იცით რა მახსენდება, ერთხელ გამოვედი ახმეტელის მეტროს წინ ხო იდგნენ ხოლმე ესენი ბოშები და ყიდიდნენ რაღაც მთელი დახლები. პერიოდულად ააკრეფავენ ამას და ეს გაასუფთავებენ, მერე ისევ დადგებიან და შევარდნაძის დრო იყო. დგას პოლიციელი და ეწევა სიგარეტს და ყურში ჩაყვირის ეს ბოშაქალი. აბა მოპარული ჯინსები იაფად. აბა მოპარული ჯინსები იაფა და პოლიციელი გაოგნებული დგას, იმიტომ რომ ფულს ხო ართმევდნენ იმ ვინც იდგა იქ. ხო და ყურში ჩაყვირო და მოპარულს ხვიდიო და 1 და 2 წელი კი არ ეწყო. აი დახლი გავსებული. ხო, აი ახლა წარმოიდგინე ადამიანი რო ხარ, უფროსი ადამიანი, ეს დასრული პატიოსანი და თავი მოგაქვს და ადამიანი გონია მართლა შენი თავი და შენს ოჯახს დიდი შეღავათი გაუწიე და ყავაში 20 ლარის მაგივრად გადაიხადე 10 ლარი და ეს ბავშვისგან იყიდე მოპარული ნივთი. ხო წახალისე ეს ბავშვი და არა ხარ ნაძირალა ამას ვინც აკეთებ? ჩემი აზრი და ჩემი შეხედულება არის ასეთი. მაგალითად, მოვიდა ბავშვი პირობითად 30 ლარიან ყავას, მაგალითად. თავაზობს მაგალითად 15 ლარად. მაგალითად. ალბათ, სწორი იქნება. ჩვენ გავაკეთოთ ასე, პირობითად. ამ ბორს ის ყავა გამოვართვათ, მასთან ერთად სანაგვეურნაში მოვათავსოთ და ის ბავშვი თუ გვინდა ცალკე ფულადით ნახით დავაჭირდოთ. რომ ბავშვმა დაინახოს ჩვენგან თანადგომა. უბრალოდ ამით ჩვენ იმას გავაკეთებთ, რომ მოპარული ნივთის ნაყიდ ყავას სანაგვეურნაში არ დავანახეთ ბავშვს. მე პირადად არ ვიყიდე არასდროს მოპარულ ნივთს. ნიკო, ჩემო საყვარელ მარსინა ყვარჭა მოხვედი. ეხა მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ ადამიანმა ოჯახის ბიუჯეტს გაუწია, ესე იგი შეღავათი და ყავაში პირობითად ამბობ 20 ლარი რომ უნდა მაღაზიაში გადაეხადა, აგერ ბავშვი ნახა და ეს კლიენტურა ყავთ ასეთ ბავშვებს. თავიანთი კლიენტურა ყავთ და იმ ბავშვს დაავალე რომ წადიხა მომიტან. რასაც გინდა დავალებ, რასაც გინდა მოგიტანენ. აი შეგიძლია უთხრა, წადიხა ესა და ეს მომიტანებ და მოგიტანს. ხო და იმაშინ 10 ლარით ნაკლები გადაიხადე და ხარ აი დამნაშავე ხარ ჩაულებრივი, უფრო მეტი დამნაშავე ხარ ვიდრე ის ბავშვია. ასეთ ადამიანს ეუბნები რომ ეხლა იმას გამოვართვათ და ნაგვის ურნაში რა ნაგვის ურნაში ჩააგდებს. ნაგვის ურნაში ჩაგაგდებს შენ, აი მაგას რო ეტყვი. არ ესმის ამ ხალხს. მარტო ბავშვის ბრალი ეს არაფერი არ არის რაც ხდება. უფროსი თაობის ძალიან დიდი წვლილია იმაში რომ ბავშვი არის ქუჩაში ჯერ აქედან დავიწყოთ და ასეთ დანაშაულსაც ჩადის კიდე ეს ბავშვი. გონია კარგი, არავინ არ უთხრა რომ ეს არ შეიძლება. და ასე შემდეგ, აგე კლიენტებიც იშოვა და ყიდის. მერე აი ორგანიზებულ ჯგუფს ელაპარაკობდი. ანუ ყავს ამ ასეთ ბავშვებს პატარ, როგორც ვის არბენინებენ? 14 წელს მიუღწეվել ბავშვებს. შენ მაინც ვერ დაგიჭერე. ეგეთებიც არის. ხო, და ის უფროსია ადამიანი, რომელიც ორგანიზებას უწევს და ფულიც მოდის მაგასთან, ხო მართალია? მოდის. სამწუხაროდ ესეა. ხო და ეს 14 წელს მიუღწეველი ბავშვები, რას აი პოლიცია ჩასაფრებულია, როდის გახდება 14 წლის რომ როგორმე შეაკავოს ეს ბავშვი, ხო? თუ რა ხდება? ეხლა ჩვენთან გერმანული მოდელი ხო ინერგება. აბა რა არის ეს მოდელი?
ანუ 14 წელს მიუღწეველი ბავშვებზე იქნება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება, რომ ბავშვებმა თქვა დანაშაული შემდგომში არ ჩაიდინონ. ეს ჯერ არ არის დანერგილი. როგორც შეგონება უნდა ხორციელდება ამ პროექტის დანერგვა. და აი ეს უფროსები, აი მე არ ფიქრობ, რომ ტრაფიკინგი ხო ისე მძიმე დანაშაულია. საკმაოდ მძიმე დანაშაულია. და მე ხა ზუსტად არ მახსოვს და თუ შენ გახსოვს მითხარი თუ არა და მე ჩავხედოთ ამას. ტრაფიკინგისთვის ადამიანს როცა ასამართლებენ, დამამძიმებელ გარემოებად ითვლება თუ არა, რომ ბავშვები ყავს დაორგანიზებული. აღარ მახსოვს. ხო არის აბსოლუტურად. არასრულწლოვანთან მიმართებაში ქმედება უკვე დამამძიმებელია. კი, როგორც მახსოვს ხო, ამიტომ ამბობდა და გასამკაცრებელი არ არის ამ მიმართულებით კიდე უფრო სასჯელი? ბავშვი გაკყავს და ამათხოვრებ ბავშვი გაკყავს და აქურდებ და ამით ცხოვრობს დასრული ადამიანი. სამწუხარო რეალობაა ჩვენს ნამდვილეში დააკავეს ასეთი რამოდენიმე მშობელი, რომელიც თავის შვილს აიძულებდა, რომ მოწყალება ეთხოვა ქუჩაში ხალხისთვის. ხო, თავის შვილს აიძულებდა და სხვისას რას უზავს ის? ლოგიკურია, სხვას უფრო. რა თქმა უნდა. შავტყეში აღმოჩენს. ერთი 10 წუთი დაგვრჩა ნიკო და მოდი ისი რა მაინტერესებს. აი საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა როგორც სასჯელის სახე ხო არსებობს და სად აშრომებენ ამ ბავშვებს? აი მაგალითად აშრომებენ სერვის ჯგუფში მაგალითად. დასუფთავებაზე? დასუფთავებაზე მაგალითად. მუშაობენ? კი. როგორც მე ვიცი, კი. აჰა. წინა პერიოდში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ამდაგვარი სასჯელი განსაზღვრული და იყვნენ დასაქმებული. გამწვანება ალბათ. გამწვანება მაგალითისთვის განათებაზე ალბათ ნაკლებად. არა, ეხლა მან ხო გასათვალისწინებელია, რომ საფრთხეს არ უნდა შეიცავდეს და ალბათ დროებიც განსაზღვრულია. ეხლა სრულწლოვანივით ვერ დატვირთვა ბავშვს საათები უნდა კონდეს ნაკლები. ბავშვს შედარებით შეღავათიანი პირობებია განსაზღვრული შრომის კოდექსით. ემორჩილებიან ამას, სიამოვნებით დადიან, იხდიან ამ სასჯელს. სიამოვნებით სასჯელს არავინ არ ხდის, მაგრამ გაცნობიერებული აქვთ. რო აი ეს არის ჩემთვის სასჯელი? სიმართლე რო თქვა პრაქტიკაში არ მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ ამდაგვარი სასჯელი ქონოდა ჩემს რომელიმე კლიენტ ბავშვს და ვერ გიპასუხებთ ამ კითხვას. ანუ პრაქტიკულად კანონში კი წერია, მაგრამ გამოყენებადი არ არის ეს. გამოყენებადი შეიძლება არის, უბრალოდ მე არ მქონია. ნაკლებად გამოყენებადი ალბათ. მე არ მქონია პრაქტიკული შეხება რა. რაც მართალია ალბათ არის. ეხლა წარმოიდგინეთ, ხო, ალბათ არის. მაგრამ არ არის ცუდი მეთოდი, მინდა გითხრათ ეს. არა, პირიქით ძალიან კაი მეთოდია. დაჭერას და ციხის ჩასმას არ ჯობია შრომაში ჩავაბარდო. ციხეში ბავშვის მოხვედრას ნებისმიერი რამ ჯობია. ეხლა მე ბუნებრივი არ ვლაპარაკობ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე, მაგალითად მკვლელობაზე. აბა რა თქმა უნდა. ეხლა მკვლელობის ჩამდენი რომ უნდა იყოს დაკავებული და ციხეში უნდა იყოს მოთავსებული, ამაზე ვთანხმდებით. კი, რა თქმა უნდა. მაგრამ მაგალითად ბავშვებმა პირობითად იჩხუბეს ვიღაც გალახეს. დღეს მდგომარეობით პროკურატურა აიწყებს გამოძიებას 225 მუხლით ორგანიზებული ჯგუფის მუხლით, რა დროსაც აქ სასჯელი პირველი ნაწილის შემთხვევაში 6-დან 9 წლამდეა. და ორგანიზებულ ჯგუფს ხომ მტკიცება ჭირდება, კაცო, ორგანიზება ან მაგრამ ითვლება რომ ორგანიზებაა ერთად რო წავიდნენ? აი ეგ არის? ალბათ. მაგრამ ფაქტი ერთია, დაამტკიცებს პროკურატურა თუ არ დაამტკიცებს. ერთი არის ფაქტი, რომ ის ბავშვი 6 თვე უნდა იყოს ციხეში, რაც ურთულესია ბავშვის ფსიქიკისთვის. კი, შეიძლება პროკურატურამ ვერ დაამტკიცოს და სასამართლომ კვალიფიკაცია შეცვალოს და თქვა ნაცვლად 225 მუხლისა, გადავიდეთ 126 მუხლზე. შეიძლება ესეც რამე მოხდეს, მაგრამ ამას დრო ჭირდება. განსხვავება ის არის, რომ იქ არის ორგანიზება და აქ არის თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, წავიდა და ცემა ვიღაცა. აქ კიდე დაორგანიზდნენ. ისე მე მოდი კიდევ ოპონენტი ვიქნები შენი, რომ ცოტა უნდათ ამ ბავშვებს ცოტა კანონის ხელი, რომ არ მიეჩვენ ამ რას ფიქრობ დაორგანიზდნენ, წავიდნენ და ვიღაცა ცემეს. მე იცი რა სასტიკები არიან? გინახავს მაგათი ჯგუფი. ნახე 126 კომპიუტერ ბოდიში ნიკა კომპიუტერულ თამაშებში ჩართულები ხო არიან? იქ ხო არის 10 სიცოცხლე გაქვს. კი. 32 სიცოცხლე გაქვს. ერთხელ მოკვდები, აღზგები მკვდრეთით და აგრძელებ ისევ თამაშს. და ხანდახან მგონია რომ ვირტუალურ რეალობაში გონია ამ ბავშვებს თავი ისე გამეტებით ხანდახან ფიქრობ რომ გონია რომ ახლა მოკრავ, მაგრამ გაცოცხლდება. არ ფიქრობ ესე? არა. არ ფიქრობ მასე ნამდვილად სისასტიკე აქვთ, საშინელი სისასტიკე. უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ მაგალითად 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილი ითვალისწინებს
პასუხისმგებლობას ძალადობისთვის ჯგუფის მიერ. და რა განსხვავება ამ მოცემულობას და 226 ის განსხვავება მაგაში გეთახმა მაგ ლოგიკაში მოყვები ანუ ჯგუფმა თუ ჩაიდინა და ცემა ვიღაცა ეს ჯგუფი არის გათვალისწინებული 126-ში და აქეთ ეს არის უკვე ორგანიზებული ჯგუფი აი რაზედაც რა შემთხვევაზედაც დაახლოებით ცოტა ხნის წინ ვილაპარაკეთ ეგრეთ წოდებული ფაშისტური დაჯგუფება ანუ რაღაც იდეოლოგიასთან დაკავშირებით გაერთიანებულები ეს რა თქმა უნდა უფრო მძიმეა ნახეთ ფაშისტური დაჯგუფება წეგან რაც ვახსენეთ ჩვენ ფაშისტურ დაჯგუფებას ყავს ლიდერი რომელი ლიდერიც აუცილებლად სრულწლოვანია კი ფაშისტური იდეოლოგიის ერთი დაკავებულია ძალიან კარგი როგორც ერთი ფაშისტური იდეოლოგიის მიხედვით მაგალითად უნდა გაუსწორდნენ მაგალითად ინდოელს მხოლოდ იმიტომ რომ ინდოელია მაგალითად უნდა გაუსწორდნენ ნარკოტიკების რეალიზატორს სექსუალური ინტენსივობის წარმომადგენელს და ასე შემდეგ კატეგორიის ხალხს. რა არის იცი? ჩემი შეხედულება ეგეთი არის, რომ ფაშისტურ დაჯგუფებაში მყოფი ბავშვის გამოსწორება უპრობლემოდ შეიძლება ჩვენი ჩართულობით და მშობლის აქტიურობით. თუ ავხსნით რა შესაძლოა. ლიდერზე ვერ ვიტყვი მე ამას. არა, ლიდერი უყარად დასასჯელია. მაგრამ ბავშვი არის ბავშვი. ბავშვი წეგანაც ვახსენე არის ფუნდამენტი და უმნიშვნელოვანესი. ეხოწები ძალიან ყველაფერს გადავაჭარბეთ, მაგრამ აი არ ვიცი ხა რამდენად ავთენტური იყო, მაგრამ რაც მოვისმინეთ, ერთ-ერთი ასეთი ბავშვის, არ ვიცი, ბებიასი თუ რაღაცა, ეს ტელეფონები ხო მოსმენაზე იყო და ჩანაწერი, რომ ესა, ხო გითხარით, რომ ესეთ ვიდეოებს ტელეფონებში ნუ ინახავთ. აი ხა მითხარი. ის არც ლიდერია იმ ბავშვების ასეთი ბებია. პირობითად ვიღაც X ბებია, კონკრეტულად არავიზე არ ვლაპარაკობ. იმას არ დაუორგანიზებია ეს ბავშვები, მაგრამ მან გაიგო რომ მისი შვილი ტელეფონში გადაღებული აქვს ვიდეოები, ვიღაცას როგორ ჩაგრავენ ცემენ წიხლებს, ურტყავენ და ბებიას რჩევა აღმოჩნდა რომ შვილო ამას რატო აკეთებ ეს კი არა. ტელეფონში რატო ინახავ მტკიცებულებასო აი ეხა მითხარი განსხვავება იმ ფაშისტური დაჯგუფების ლიდერსა და ასეთ ბებიას შორის გულსფელად ბებიასი მესმის იმიტომ რომ ეს ტელეფონში რომ არის ვიდეო წაშლილი რომც იყოს ის ვიდეო შესაბამისი უწყება მას აღადგენს და მერე დადგება სისხლის სამართლებრივი მაგდენი რო არიცის რომ იმას აღადგენენ ოჯახმა უნდა იზრუნოს ბავშვის გამოსწორებას და აბა ეგეთი ბებია რას იზრუნებს ყველა უშვებდით ბავშვობაში შეცდომას აი მე მგონი ესია ხო და ყველამ რაღაცა ჩვენი მანკიერებები დავძლიეთ ხო იგივე ხდება დღეს რა განსხვავება არანაირი იგა ნახე ბებია ახ კიდე ერთხელ ვიტყვი ბებია რომელმაც ესე იგი შვილიშვილს უსაყვედურა ანუ იმან ხო არ იცოდა რომ ტელეფონი მოსმენაზე იყო და ანუ ხალხო მე ხო გითხარითო ეგეთი რაღაცები შენახული ნუ გაქვთო ეს ხო იყო რჩევა ანუ ეხა იმანი ისიც არ იცის რომ ის ამოღებადია მე რაც არ უნდა წაშლილი იყოს და გარდა მაგის ეგ ყველაზე ნაკლები უბედურებაა რომ ეგ რო არ იცის რომ ის აღდგენადია აი ის რო არ იცის რა უსაყვედუროს თავის შვილიშვილს რო შვილო ამას რატო აკეთებ თან მე ამას იღებ და ინახა ანუ როგორ მტკიცებულება უნდა გაგექრო რეალურად ეს რჩევა მისცა რა განსხვავება ასეთ ბებიასა და დედასა და მამასა და აი იმ ფაშისტური დაჯგუფების ლიდერს შორის რომელმაც დააორგანიზა ეს ბავშვების სულელები მართლა დაუჯერეს თავი მოიწონეს გოგოებს თავი მოაწონეს თუ რა არის და შედან ახლა იქ და შეიწირეს ახალგაზრდა კაცი. აი უბედურებაში ვართ რა. ჩემს ახალგაზრდობაში გოგონებს თავს ვაწონებდით ხოლმე მაგალითად რაღაცა მაგარი ლექსი რო ვიცოდით, აი თქვათ მაგარ ნაწარმოებს წავიკითხავდი და ეს ზალადობით როგორ უნდა მოვაწონო ვინმეს თავი მე უბრალოდ ვერ ხვდები. მეორე გაჭირება ის არის რომ არსებობენ გოგოები რომელსაც ესეთი ბიჭები მოსწონთ. არ ვიცი. ჩემს ახალგაზრდობაში მაგალითად ძალიან იდეალიზებული იყო და 90-იან წლებშიც ქურდული სამყაროს წარმომაო, ესე იგი კუკარაჩას სინდრომი იყო რა, შენ შეგიძლია, ამდენი ვარდები იყიდო და ასე შემდეგ. და ეხლა არსებობენ ალბათ გოგოებიც, თორე ეს ბიჭები როგორ მოინდომებდნენ თავი ესე ვიღაცას მოვაწონო, თუ კი არ არსებობს ესე იგი მოთხოვნა მიწოდების თემა არის, ხო? ანუ
ბავშვებთან არის ძალიან დიდი სამუშაო ჩასატარებელი. მოდი შევთანხმდეთ, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოდ, მაგრამ ოჯახისა და სკოლის გარეშე ეს არ გამოვა. ნებრივია. კი. ერთი ბოლო კითხვა აუცილებლად ყოველგვარ დროს გადავაჭარბეთ, მაგრამ აუცილებლად მაინტერესებს. ხო არაფერი ხსმენია ეს კომპიუტერული თამაშები რო იყო და დავალებებს რო აძლევდნენ და ლურჯი ვეშაპი და მწვანე ის დელფინი და რა ვიცი რაღაცა ეხლა პირობითად თქვი მე არანაირი ზედაპირული ინფორმაცია. არიცი ხო? არ ვიცი. მე მგონი ესეც რაღაცა დავადებასავით იყო რაღაცა თამაშები რომ არის, სადაც თქვა ბავშვებს ეუნებიან რომ თავი დაიზიანოს და რაღაც ეს გამიგია. მაგრამ უფრო სიღრმეებში არ ვარ ჩასული და ვერ გიპასუხებ. ისე როგორ ფიქრობ, სახელმწიფოს აქვს თუ არა შესაძლებლობა თავისი კომპიუტერული ტექნიკით, რომელიც არსებობს, ვიცით ეხლა რა, რო უნდოდეთ მის ღერებს დაგვითვლიან და როგორ ეხლა მაგას ვერ იპოვიან? ჩემი აზრი რომ პროგრამულად, საიდან მოდის რა არის, დაბლოკონ, დაიჭირონ ვიღაცა ასეთ რამეს აკეთებს. შეუძლიათ. კარგი იქნება. და ასე დავიცავთ ალბათ მომავალ თაობას ჩვენ თუ 18 წლამდე ასაკის პირებს არ მიცემთ სოციალური ქსელებში ყოფნის საშუალებას. აუგზავნოთ ასეთი ой მე აკრძალული ხილი რო გემრიელია მე უნდა ნახო რა ამბავი აქვს თამაშებსაც. როგორ ნაუკრძალო? ნიკო მე არ ვიცი შეიძლება აუგზავნო პირობითად ამდაგვარად რომ მაგალითად აი სოციალურ ქსელში რომ შეხვიდე და ისარგებლო უნდა შეიყვანო შენი პირადი ნომერი მაგალითად მერე ანალოგიური მეთოდი რო გამოვიყენოთ პირობითად თამაშებს აი კაზინოში არ უშვებენ კაცო ვიცი რომ არ უშვებენ და ამდაგვარად ჩვენ შევძლებთ ჩემი აზრით რომ და ის ადგება და შენ მამამისის პირად ნომერს შეიყვანს ვერ გამოიყენოს მამამისი უკვე ცალკე დარეგისტრირებული იქნება იმ სოციალურ ქსელში და ვეღარ გამოიყენებს ხო ნუ ეგ საფიქრალია საინტერესოა ანუ აქ სოციალური ქსელების მხრივ არის შანსი უფრო მეტი ვიდრე თამაშების მხრივ კი ბატონო იმიტომ რომ თითქმის ყველა ადამიანს დღეს საქართველოში აქვს სოციალური ქსელი აი თამაშებზე ასე ვერ ვიტყვი კი ბატონო ანუ ამ გზით თუ ჩვენ მაგალითად ბავშვებს შევუზღუდავთ სოციალურ ქსელებს იქნება ალბათ რაღაცით კარგი იმიტომ რომ ერთმანეთთან დაილაპარაკებენ არის ბევრი მაგალითად ზალადობის სამსახველი ვიდეო ბევრი უარყოფითი ხასიათის მოწოდებები და ასე შემდეგ და ჩვენ თუ ამ მანკიერებას ბავშვს ჩამოვაშორებთ ჩემი ეხლა ახალი დეპარტამენტი წამოეშველათ და ლანძღვა გინება თათხისთვის ჯარიმები ექნება 14 წლის ზევით უკვე ბავშვები ვალდებული იქნებიან რომ დაექვემდებარონ ამ განონს და არავინ არ გალანძღოთ და რაღაცა უნდა გვეშველოს სხვა გამოსავალი არ არის წარმატებას გისურვებ ნიკო შენ საქმიანობაში მინდა რომ წარმატებები გისურვოთ და მადლობა კიდევ და კიდევ მოწვევისთვის მინდა რომ თქვენი შრომა დაფასდეს და ის ცვლილებები რაზედაც მთელი წელი ვუშავეთ რეალისტეს და ძალიან სასიამოვნო იქნება მეტნაკლებად გაცნობილი ვარ მე ახლა და იმდენი დრო არ იყო დეტალებში მაგრამ ამას ალბათ იხილავს ჩვენი მაყურებელი და მსმენელი უფრო მოგვიანებით როდესაც უკვე საბოლოო სახე მიეცემა ამ ყველაფერს მადლობა წარმატებად მადლობა